მაზის უბანში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები დახმარებას ითხოვენ. 37 ოჯახი წყალკანალიზაციის სისტემის გაუმართავობის გამო გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. იძულებით გადაადგილებული პირები შიშობენ, რომ შექმნილი ანტისანიტარიის გამო შესაძლოა ინფექციური დაავადებებიც გაჩნდეს. ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. Გადმოვიდა აქეთ სამზარეულოსკენ წამოვიდა ეს მთელი ეს ფეკალური მასის ჭუჭყიანი მასა. და მეზობელი ხო დაიტბორა საერთოდ სურდა. მსგავსი პრობლემის წინაშე 165 ბაგაბაღის შენობაში ჩასახლებული დევნილები თითქმის ყოველკვირეულად დგებიან. შენობის წყალკანალიზაცია ცენტრალურ სისტემასთან შეერთებული არ არის, რის გამოც დაბინძურებული წყალი ოთახებშიც ამოდის და ეზოშიც მიედინება. იძულებით გადაადგილებული პირები ამბობენ, რომ ზაფხულის დადგომის შემდეგ მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა. მთელი 1-2-3 თვეა ეს კანალიზაცია ეზოში მიედის როგორც მდინარე. და სუნი ფანჯრებს ვერ ვაღებთ. ვიხჩობით. აგერ უკვე სახში შემოგვივიდა, იმ დონემდე არ გაატარა იმ ტრუბებმა. იქ რაღაცა დალუკულია თუ რა ხდება ვერ გავიგეთ. ჩვენი ძალებით რაღაცას ვახერხებთ და წმინდავთ, მაგრამ ბოლო დაადგინდა, რომ ეს ჩვენი საკანალიზაციო ქსელი არასდროს არ ყოფილა შეერთებული ცენტრალურ კოლექტორთან. ჩვენ ამის გამკეთებელი ვერ ვართ. კომპაქტურად მცხოვრებ 37 ოჯახს სასმელი წყლის პრობლემაც ხშირად ექმნება. საკანალიზაციო მილების მწყობრიდან გამოსვლის დროს რამდენიმე დღის სისტემის გათიშვა ხდება საჭირო. წყალი კედლებში ჯრონავს და შენობას აზიანებს. სადღაც ალბათ ჯრონავს ეს წყალი და სახეზეა გუშინ, როდესაც ეს კანალიზაციის პრობლემა იყო, აქაც ამოვიდა ეს კანალიზაცია. კედლები თანდათან ფუჭდება. იქ საერთოდ ვერ ვხმარობ წყალს. ქვევით იატაკზე წყალს ვერ ვასხამთ, იმიტომ რომ ჟონავს გამოდის. აი ესე უწყლოდ ვცხოვრობთ პირველყოფილი მდგომარეობაში ვარ. აფხაზეთიდან დევნილი 37 ოჯახი ამ შენობაში 2 წლის წინ შეასახლეს. მიუხედავად იმისა, რომ ფართები საკუთრებაში აქვთ გადაცემული, იძულებით გადაადგილებული პირები ამბობენ, რომ საკუთარი ძალებით ასეთი მასშტაბური პრობლემის მოგვარება არ შეუძლიათ. უმრავლესობა ახალგაზრდა მომუშავარია, პენსიონერებია, მარტოხელებია და უმწეოთა კატეგორია არის. და ესეთი საშუალება ვის აქვს, როცა დევნილი შემწეობა 28 ლარია, პენსიებიც იცით და უმუშავრება, ახლა ჩვენ შესაძლებლობას ნამდვილად აღემატება კანალიზაციის მოგვარება, მით უმეტეს ეს კანალიზაცია არის თავიდან გასაკეთებელი. დევნილების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ყველა შესაბამის უწყებაში აქვთ. ისნის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, რომ წყალგამანაწილებელ კომპანიასთან პროექტის შემუშავებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რის შემდეგაც მისი ღირებულებას განისაზღვრება. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან სპეციალური დადგენილების მიღების შემდეგ კი თანადაფინანსების საკითხზე იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროში იმსჯელებენ. პრივატიზებული არის უკვე დაკანონებული აქვს. მათ პრობლემებზე მუშაობა არის ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია ამ შემთხვევაში. უბრალოდ ჩვენი მხრიდან ჩვენ მზად ვართ ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად თანადაფინანსება გავუწიოთ ამ დევნილებს პრობლემის მოგვარებაში. პროექტის მომზადების შემდეგ გვეცოდინება მიახლოებით ხარჯ-დაღრიცხვა თუ რა თანხებთან იქნება დაკავშირებული და ამის შემდგომ დავიწყებთ უშუალოდ დევნილთა სამინისტროსთანაც მოლაპარაკებას და ბუნებრივია ჩვენი რესურსებს მაქსიმალურად ჩავთავთ. ისნის რაიონის გამგეობასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს შორის დაფინანსების საკითხზე მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში დაიწყება. მხარეები იმედოვნებენ, რომ დევნილების პრობლემების მოგვარება წლის ბოლომდე მოხერხდება.